სახელი და მამისა და ძისა და შვილისა და მისა და ყველა არის გასვენების დღე პატრიარქის და ჯერ ყველამდე რას ხედავთ ჩვენა რომ ვერ მიხვალ და მithumet ეს ხვალე ამიტომ გული არ დასდეთ თუ არ მეხვედით თუ სახლებში დარჩებით მოისმენთ პატრიარქი იმ დღეს და მე-40 დღემდე მოვიყვან კიდე მაგალითს და ათეს მოვიყვან რომ პავლე მოციქულით ხო სხვისო მომიხსენეთო როცვებში ამ დროს მოციქულთა თავი ქვია ამიტომ ჩვენ რო გვიყვარს პატრიარქი მარტო ჩვენ კი არა სხვადასხვა ეროვნების ხალხია სხვადასხვა საწუნების ხალხია ყველას უყვარს მაგრამ ჩვენ ეთი გამოხატავთ მის მართლმადიდებლები ვართ რა გააკეთა პატრიარქმა უოდ მესამეს ნათლია ვიქნებიო და რამდენმა ადამიანმა მონათლა ბავშვები ამიტომ ვის არ ნათლავთ ბავშვებს თუ პატრიარქი გვიყვარს მონათლავთ მე ხო შეხება მიყვარს ხათა მის მომის და ბევრი არ ნათლავს ბავშვს იმიტომ რომ ნათლია სახელს თუნდა გერმანიაში იყოს ნათლის სახელს რომ დაასახელება შეიძლება მონათლოს არ შეიძლება ნათლობის გადადება და კიდე რა ბავშვი ოჯახები გამრავდა ამით პატრიარქის ამკურთხებით და ამიტომ ვინც მატერიალური სიტუაციის გამო შვილებს არ ვაჩენთ პატრიარქი გვიყვარს გავაჩინოთ ღმერთს მივენდოთ და ხშირად ვამბობ რომ პატრიარქი იყო ღვთის ძველზე ვიყავ ჩვენ ვიყავით ღვთის ძირას და ამიტომ ზოგი აგინებს პატრიარქს და არა შეუძლებელია ადამიანს მაგინები ამის მაგალითია მაცხოვარი აგინებდნენ ზოგიერთები ჩვენზე გააკრეს და როდის წაიყვანა პატრიარქი მოთმა ჩვენს თაყვანისცემის კვირას რას ნიშნავს ეს რამხელა ჯვარი გაიარა პატრიარქმა პირადი კომუნისტური წობით ამოყოლებული დღემდე მაგრამ ჩვენთვის ეს იმაკადია დათმენის მტრებისთვის ლოცვის ეს მას უფალით ხოვულობს რომ ყველა გიყვარდესო ილოცეო და გვიწერია ლოცვა მტრისთვის მაგრამ მტრისთვის კი არ ახავ გებულობ რომ ესე იგი ადამიანმა შეიძლება მოგლას ფულისა გამო ამ დროს ამდეხანი ეს ადამიანი ვრევლია და რო გითხო ქრისტიანია და სანდეს და ნაზიარებიც არის და გავიგე რომ შეიძლება ადამიანს შეეხოს და რატომ მოსაწევისგან არის გამოშტერებული და რამდენი ასეთი სამწუხაროდ და ხარ რომ მივდივართ ამდენი ხალხიდან რო ვერ მივდივართ ესე იგი 90%-ზე მეტი მოწონები ვართ მაგრამ ცხოვრების წესით გავართ აყროლებული ლაზარეს იმიტომ ვართ ასე დღეში იმიტომ არა გამთიანები საქართველოს მარტო სანდიზანდება ნათქვამია ეშმაკსაც წამს რომ ქრისტიანის მართ საწინააღმდეგო საკითხებს ასევე ეს აბორტია ყველაზე დიდი ცოდვა სოდოშორის და მოსახდეს აქ ნათქვამი რომ კეთილდღეობა როგორ იქნება თუ არ გამეშორებით სოდოსო და ქართითო ეკლესიურება კიდე რა არის მარტო სანდიზანდება კი არა არის სინანული და ყველაზე მეტი რაც ხდება ვიცოდეთ ქრისტიანები რო ხართ ერთი არის მართლობა ქრისტიანების მეორე არის აღსარება ზიარება ეს აღსარება ზიარება რამდენს არ ესმის და მადლობა ამისო შეჯობებით ამის საშუალება გვაქვს იმიტომ რომ უკრაინა და სხვა ქვეყნებში ლები დახვით ეს კონცერტებს აწვდენ ტაძრებში ხდება მართლმადიდებლობის დევნა ეს შეიძლება ახაც მოხდეს ეს ახარება იწერია რომ გამრავლდება უჯულება და თავებდება ანტიქრისტე და ხელი ვარ შეუწყოს ანტიქრისტეს გამეფებაში აი ანტიქრისტე იყო კომუნისტური წყობა მაგრამ ჩვენ გულში არ გამეფებულა ანტიქრისტე ყველა მოწონეები ვართ მის 90% მინიმუმ ის იმ დროს ცხოვრობდით აგათ პროცესს აკითხულ ხართ ასევე რაც არ უნდა გვიხადაგო დასავლეთიდან ევროკავშირიდან დაუშვით ლგბტ-ის პროპაგანდაო ქართველი მოგდება მეტი ამას დამუშავებს მაგრამ ზოგი თანახმა მაგრამ ეს ზოგი თანახმა იყო საკომუნისტური წყობა აქ შემოვიდა ოჯოგი და მახარაძეები არიან ესენი ვის თანახმა რომ დაუშვეს ლგბტ-ის პროპაგანდა საქართველოში არიან მოღალატეები ღმერთის და ბავშვების რატომ მათი ცხოვრება თავდება რომ მაკაცმა ბავშვი ეყონოს რომ მაკაცმა ბავშვი ეყონოს და დაიჭრა სოდომ გომორი მოხდა წარღვნა მე მაგ დოტკომი ნახე და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს რეალობა და ამიტომ ნათქვამია შიში უფლისა და საბამია სიძარი შეხება პატრიარქს ყველას უყვარს ეს სოციალური მაგალითი რა რევი ხდება ამდენ მე არავის არ უნახია დასაფლავებაზე ხალხი მაგრამ კიდევ მეორე
პატრიარქი იყო ადამიანი, ზოგიერთ მომენტს მიყურებს აგვეშველება. მეთის დღეშია ყველაფერი საშველი. რასაც პატრიარქი ლაპარაკობდა, ერთხელ უთხრეს, რომ გისმენენო და ნეტა მომესმინანო. და მოსმენა კიდე რა არის? ასმეს გაიხარდება ისე თუ ვიცხოვრობთ. იმას ქვია სინამდვილე და სინამდვილე მოგცეს ღმერთმა. ჩვენთან არის ღმერთი.